მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ასეთი გაშლა. ანუ თქვენი მდგომარეობა ეხლა, ანუ თქვენზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ არსებობს ეხლა საერთოდ დედამიწაზე ძალიან მიდის ცვლილებები, ძალიან აი ხან რა ვიბრაციებში ავდივართ, ხან ჩავდივართ და ზოგჯერ ჩვენთანაც აი რაღაც შეიძლება ავადაც ხვდებით, თქვა უაზროდ შეიძლება რაღაცა სხეულით, სეხლას ტკივა, ну ასე შემდეგ. ვნახოთ ახლა ჩვენ უბრალოდ მინდა ახლა ვიპოვო პირველ რიგში მაღალი არკანი, რომელიც ჩვენ გვეთყოს საერთოდ აი რა მდგომარეობა რა ხდება ახლა და მერე უკვე დავუსვო რამდენიმე კითხვას რა თქმა უნდა ტაროს და ვკითხოთ აბა რამ გამოიწვია ეს და როგორ ეს ვთქვათ მოვლინდება აი სამსახურზე როგორ მოქმედებს ვთქვათ როგორ თქვენი მდგომარეობა ფინანსებზე იმიტომ რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ იცით რომ ეს საერთოდ მიყვარს აი ზუსტი კითხვების მიღება ამიტომ ჩვენ სფეროების ავიღოთ რომ არ ვივარაუდოთ ახლა ანუ რასაც შეიძლება იყოს და რაც შეიძლება იყოს ნუ ეს უფრო ზუსტი პასუხი მივიღოთ ეხლა ვნახოთ პირველი მაღალი არკანი რომელი გამოვა და გამოვიდა შეყვარებულების არკანი შეყვარებულების არკანი არის მაღალი, ანუ რა მდგომარეობა. ისეთ აქ შემიძლია ვთქვა, რომ ზოგი შეიძლება თქვენგანი იყოს ეხლა არჩევანის წინ. იმიტომ რომ შეყვარებულების არკანი, რა თქმა უნდა, კი სიყვარულიც და ასე შემდეგ მაგასაც ჩვენ ახლა რა თქმა უნდა შევეხებით, მაგრამ არჩევანი როგორ არის, იცით, აი აქ даже ვეტყოდი, რომ შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, ანუ არჩევანს ვაკეთებ იმისკენ, ანუ ჩემი თავის სიყვარულისკენ, აი ასე даже ვეტყოდი, რომ იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ რაღაცა არჩევანს, ხო? დაუშვათ ვისწავლო, არ ვისწავლო, წავიდე, არ წავიდე, ვიყო ამ ურთიერთობაში, არ ვიყო, დავრჩა ამ სამსახურში, არ დავრჩა ამ სამსახურში, წავიდე საზღვარგარეთ, არ წავიდე საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. სულ ყოველთვის ჩვენ ყოველ დღე რაღაცა ელემენტარული, ჩავიდე მაღაზიაში თუ არ ჩავიდე მაღაზიაში, ხო? აი რაღაც ეს ბანალურიც კი, ანუ ყოველ დღე ჩვენ გვიწევს რაღაცა არჩევანი. და ეხლაც არის არჩევანი, მე ვეტყოდი, რომ აქ არის უშუალოდ ისეთი მომენტი, როცა შეიძლება ზოგი თქვენგანი გამოვიდა რამე კრიზისიდან, შეიძლება იყო რაღაცა მომენტი, სადაც ანუ ან პერიოდიდან, მოდით ასეც ვთქვათ, სადაც თქვენ დაუშვოთ თუ გქონდათ რამე სირთულეები, ხო? იცოდეთ ძალიან კარგად, რომ არც ერთი სირთული ჩვენ არ გვეძლევა, ეს არ არის სასჯელი, ეს არის პერიოდი, ანუ ეს არის ზრუნვა, მოდით ასე ვთქვათ, უფლის, იმიტომ რომ მეხუთე არკანამდე არის, უკაცრავად მეექვსე არკანამდე არის მეხუთე არკანი და ამის მერე მოდის უკვე მეშვიდე არკანი. ანუ ეს რას ნიშნავს? მეხუთე არკანში ჩვენ ახლა გავდივართ, რაღაცას ვსწავლობთ. შეიძლება ზოგმა თქვათ, აი არსებობს მაგ მდგომარეობაში, როცა ხარ, შეიძლება ადამიანი კარგავს ბევრ რამეს, შეიძლება ურთიერთობა, შეიძლება სამსახურსაც, ფინანსებს, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ერთდროულად ყველაფერს. შეიძლება უფრო თქვათ, მიდის მისი გათვითცნობიერება იმაში, რომ ანუ კი, კარგად ვარ შეიძლება ფინანსურადაც თუნდაც კარგად ვდგავარ, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა, უფრო კარგად, აი ან რაღაცა გაწუხებს, ხო? ისეთი მომენტი, რომ თქვათ შენ გრძნობ, რომ მარტო მატერიალური არ ნუ მაგმაყოფილებს, მინდა კიდე რაღაცა სული ითხოვს რა. ეს რა თქმა უნდა, აი ესეთი პერიოდი არის, როცა მიდის ჩვენში სულიერი ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია შეიძლება იყოს ბევრნაირი, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ გაიარეთ რაღაცა სულიერი ტრანსფორმაცია და ამიტომ ეს даже შეიძლება ჯანმრთელობაზეც რამენაირად იმოქმედოს და ასე შემდეგ. ნუ ჩვენ ახლა ვკითხავთ რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა გაახავთ თქვენ ისეთ პრინციპში ეს არ არის ცუდი არჩევანი როცა ხდება, ანუ მე სად წავიდეს, რა გავაკეთო, ანუ იმისთვის რომ ჩემი ცხოვრება გავაუმჯობესო რა თქმა უნდა. ნუ ასეთი არის სიტუაცია ახლა შეყვარებულების არკანში ვარ, ზოგმა შეიძლება
მართლა არის ისეთ პერიოდში, სადაც აი ახალი შეყვარებული ხართ და უშუალოდ თქვენი სიყვარული შეიძლება შეხვდეთ ან თავიდან შეგიყვარდა თქვენი პარტნიორი და ასე შემდეგ, ყველას თავისი, რა თქმა უნდა. მე თქვენ ზოგადად აგიხწერეთ და ვნახოთ ახლა ჩვენ, აქ კომფორტის ზონაც არსებობს, რა თქმა უნდა, ამ არკანში როცა ხარ. ვნახოთ, რითი არის გამოწვეული ეს, ხო, ეგ სიტუაცია საერთოდ თქვენი. ვნახოთ, როგორ ეს არის, ვთქვათ, ვლინდება თქვენს საქმიანობაზე, მოდი ასე დავარქვათ, საქმიანობაზე, თქვენს ფინანსებზე, თქვენს ურთიერთობაზეც, ნახოთ, პარტნიორთან ურთიერთობაზეც, აი როგორ არის, ხო? ვნახოთ, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ, კიდე, რა თქმა უნდა, ეს ცუდად არ ახართ, მაგრამ აი გადასვლის პერიოდი, ახლა მეექვსე არკანში უფრო ასე წოდებული მეექვსე ჯვარი, ახლა იცენ ჩემ მოსწავლეებთან რასაც ლაპარაკობ, ჩვენ უფრო აი თითქოს ვისვენებთ, ვზეიმობთ რაღაც ჩვენს წარმატებებს, უფრო ისეთი პერიოდი არის, სადაც ახლა ჩვენ შეიძლება რაღაცა ვიპოვეთ ის, რაც ჩვენ გვინდა და ასე შემდეგ რა. რაღაცა მიმართულებას ვირჩევ და ამიტომ ვნახოთ, ესე იგი ჩვენ რა მოიმოქმედებს იმაზე, რომ ჩვენი მდგომარეობა უფრო, ვთქვათ, კარგი იყოს კიდე. და აი ეს რა უნდა გააკეთოთ და ეს როგორ მერე უკვე იმოქმედებს ისევ სამომავლოდ ჩვენს საქმიანობაზეც, როგორც ვთქვით, ისე ჩვენს ფინანსებზე და ჩვენს ურთიერთობაზე. აი ესეთი, რა ვიცი, გაშლა გავაკეთოთ ჩვენ, იმიტომ რომ კი ბატონო, აქ ნახეთ, ცხრიანი არის ბოლოს ხმალების და გოგო არის, ნახეთ, ლოგინში წევს. აქ даже შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ზოგი და იბრძვის, ზოგი შეიძლება ავათაც არის, არ გამოვრიცხავ, ან რაღაცა ფიქრები გაწუხებთ, შეიძლება რაღაცა სიზმრები გისიზმრებათ, შეიძლება რაღაცა შპოთვები გაქვთ, ანუ შიშებიც არ გამოვრიცხავ რო გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ, მაგრამ თქვენ ყველა აი მაქსიმალურად იბრძვით ამ მდგომარეობას, მაქსიმალურად, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, ანუ თითქოს არ ნებდებით, შეიძლება პრობლემები გაქვთ რაღაცები, მაგრამ მაინც აი ადამიანი აქ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაუძლოს ამ სიტუაციებს რა, მაქსიმალურად, აი მე-7 არკანში გადავდივართ. კი ბატონო. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ უფრო აგიხსნით ახლა რა ხდება. პირველი რიგში, რითი გამოიწვია, რით არის გამოწვეული ეს. აქ შეიძლება როგორი მომენტი არის, ნახეთ, რითი არის გამოწვეული და არის კიდე მაღალი არკანი. საერთოდ რა არის, ნახეთ, მე-12 არკანი არის ის, რომ თქვენი სული მართლა აქაც, აი, აქ ახლა ეს არაკული, რა თქმა უნდა, არაკულების ჩვენ ვკითხულობთ სხვანაირად, არა როგორც კლასიკა, კი ვიყენებთ იქიდანაც რამეს, მაგრამ მაინც სხვანაირად ვკითხულობთ. ამას ახლა, ამაზე არ არის ეს თემა. უბრალოდ ეს ვიცი, რომ ზოგი უყურებს ჩემს ვიდეოს, როგორც სწავლებენ და ჩემი მოსწავლეებიც ესწრებიან თავისთავად და ესე იგი რა ხდება ახლა, მოიცადეთ ახლა აგიხსნით რა. რითი არის გამოწვეული ეს მდგომარეობა. აქ არის მომენტი, რომ შეიძლება თქვენ აი თითქოს როგორი მომენტია, იცით? თქვენ უნდა გრძნობდეთ იმას, რომ რაღაცა სხვა ეტაპზე გადადიხარ. აქ აი ყველა ვარიანტში თქვენ გიცავენ მაღალი ძალები. აქ არის თითქოს რაღაცა იცვლება თქვენს ცხოვრებაში და ამას უნდა გრძნობდეთ ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ აქ არის, როგორ იცით, როცა მაღალი ძალები ირთობიან, უეჭველი აქ რაღაცა ხდება, შინაგანი თქვენში შინაგანი ცვლილებები და აი როცა ადამიანი ნახეთ მე-12 არკანიდან გადავდივართ მე-13-ში, ხო? თითქოს ემზადებით თქვენ ისევ ტრანსფორმაციაში, იმიტომ რომ აქ ხო გაიარა თქვენ ახლა ეს უფრო სულიერი იყო, ესაც სულიერი ტრანსფორმაცია, მაგრამ გადაყავხართ თქვენ მაღალ ძალებს, თქვენ მფარველ ანგელოზებს გადაყავხართ თქვენ რაღაცა
სხვა ეტაპზე და აი ეს ეხლა პრინციპში შეიძლება კი ჩვენ ახლა აქაც ბოლოში ვნახოთ რომ რაღაცა შეიძლება ალბათაც იყოთ კივილები რამე რომები იყოს მაგრამ მაინც აი თითქოს გიფრთხილდებიან მაღალი ძალები რომ აი არაფერი მოგივიდეს კი იმიტომ რომ გადასვლის დროს როცა ჩვენ დაუშვათ რაღაცა ახალ ეტაპზე გადავდივართ ხო რაღაცა ახალი უნდა მოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება ნუ ტრანსფორმაციას მაქსიმალურად გავდივართ მაგრამ ზოგჯერ ვერ ვხსნით დაუშვათ რატომ ხარ დაუშვათ ავად ხო აი არაფერი ესეთი სიმპტომი ნუ არაფერი რა ვიცი მაგრამ უცბად და გახდა ადამიანი ავად აი ესეც არის აი ნუ ვცდილობ მაქსიმალურად ადვილიანი დაგეხსნა თქვენ როგორ ხდება ეს ტრანსფორმაცია და გადასვლა ვნახოთ ახლა როგორ ეს ყველაფერი მოქმედებს თქვენ სამუშაოზე ანუ ეს თქვენ საქმიანობაზე პრინციპში შემიძლია გითხრათ რომ აქაც გეხმარებიან თქვენი ანგელოზები იმიტომ რომ აი მაინც როგორ იცით აი თითქოს მიმართულებას გაძლევენ ანუ თქვენ მაინც ნახულობთ რაღაცა გამოსავალს და აი თითქოს რა არის იცი უნდა იგრძნოთ რომ რაღაცა ძალას მიყავხართ даже იმის მიუხედავად შეიძლება თქვენ ხო გეუბნებით აი არ გრძნობდეთ კარგად თავს, ხო? ტრანსფორმაციის დროს არის ეს, მithumet ეს სულიერ ტრანსფორმაციაზე, ან როცა გადავდივართ უფრო მაღალ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების, ხო? მაგრამ უნდა იგრძნოთ თქვენ, თუ ამას ვერ გრძნობთ, ნომაპატიეთ, თქვენი გაშლა არ იქნება, იმიტომ რომ აქ უნდა გრძნობდე, რომ თითქოს მე რაღაცა ძალას მივყავარ. აი, თითქოს რაღაცა ძალა მე მეხმარება. ანუ თითქოს აი ნახავთ, არ ვიცი აქედან თუ დაინახავთ, აი ასე თითქოს ანგელოზია მიფრინავს და მაგაზე აზის ადამიანი რა. და ანუ მივყავარ, ანუ რაღაცას მაინც აი თითქოს ძალა გეძლევათ, ხო? იმის მიუხედავად შეიძლება დაუშვათ საღამოს, მე აი ხართ აი დაცლილი თითქოს აი რაღაცნაირად ვერა ვარ კარგად, მაგრამ აი როცა რაღაცას აკეთებთ მაგ დროს თქვენ გეძლევათ რაღაცა ძალა. აი ისევ გავიმეორებ, რომ თითქოს რაღაც ამ ძალას მიყავ ხარ შენ და ესე იგი გაძლევს შენ აი ამ საშუალებას, რომ გააკეთო ის საქმე, რასაც შენ აკეთებ, რითიც ხარ დაკავებული. მიხვდეთ? აი ეს არის რა. კიდეც სწავლას ეხებოდეს, აი არა აქვს მნიშვნელობა, რომ ზოგჯერ ხო ხარ შეუძლოთ, მაგრამ მაინც აი თითქოს მაგისტვის გეძლევა შენ ეს ძალა. როგორ მოქმედებს ფინანსებზე ნახოთ ჩვენ ესე იგი სულ ისეთ არკანები მოდის სულ მაღალი არკანები რა ანუ ფინანსებზეც არის როგორი სიტუაცია ნახეთ შეიძლება თქვენ ნერვიულობა გქონდეთ ახლა ფინანსებზე მე-18 ენერგია შეიძლება თქვენ გქონდეთ რაღაცა შფოთვა მაგრამ რო გითხრათ რომ არაფერი შემოდის მაგასაც ვერ ვეტყვი იმიტომ რომ აქ ხანახად მთვარეა მაგრამ აი რაღაცები მიდის იმ მთვარისკენ რა იმის მიუხედავად რომ თქვენ ნერვიულობთ კი შეიძლება გააქვთ რაღაცა ისეთი სიტუაციები რომლისთვის თქვენ გჭირდება თქვათ რამე თანხები და თქვენ შეიძლება მაგაზე ნერვიულობთ მაგრამ რო ვთქვა რომ დაუშვათ აქ თქვენ საერთოდ არანაირი შემოსავალი არა გაქვთ არა უბრალოდ მე-18 ენერგია როცა არის მithumet სხვათა შორის პულის კარმაზე ვისაც აქვს ხოლმე რაღაცა ესეთი მომენტები, აი ნერვიულობა, აი რა მოვა, არ მოვა, შემოვა ჩემთან თანხები, იმიტომ რომ ყველას ჩვენ რაღაცა ჩვენი გვაქვს ამოცანები, რა თქმა უნდა, ყოველთვიურად და რა თქმა უნდა, ზოგჯერ ემატება კიდევაც და ნუ შფოთვა შეიძლება გქონდეს. ან მეყოფა თუ არა ხელფასი, კი, ნერვიულობთ, იმიტომ რომ გააქვთ თქვენ აქ ელოდებით რაღაცას, რომ რაღაცა უნდა შემოვიდეს აუცილებლად და აი შემოვა ეს ყველაფერი, მაგრამ იმედს არ კარგავთ. იცით, არა, თქვენ დაკლებეს დედოფალი, იმედს მაინც არ კარგავთ. თქვენ იცით, რომ რაღაცა მაინც აი უკვე რო იტყვიან დღე-დღეზე შემოვა რა ჩემ ცხოვრებაში და აუცილებლად დამეხმარება, მაგრამ მაინც ცოტაზე ღელავთ ამაზე რა. ურთიერთობაზე როგორ მოქმედებს, აქაც ტრანსფორმაცია, გეუბნებით ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და ტყუილა ეთყობა არა მერჩევია მე ეს გაშლა დღეს. იმიტომ რომ ურთიერთობაში სხვათა შორის მიდის ტრანსფორმაცია. აი მე-13 არკანი, მე რო გითხარ, აქეთ გადადიხარ თქვენ. ანუ თქვენი მდგომარეობა ყველაფერზე ეხლა მოქმედებს.
ანუ აქაც რაღაცა ცვლილებები უნდა მოხდეს, ну ჩვენ ახლა ვნახოთ აი აქეთ რა ცვლილებები მოდის, მაგრამ შეიძლება ზოგი დაუშვათ ახლა აღდგენს ურთიერთობას, ან ურთიერთობას, აი რაც იყო თქვენ აი უნდა იგრძნოთ, რომ ნახეთ, შეიძლება პარტნიორის ქცევებით, შეიძლება თქვენი დამოკიდებულებით პარტნიორის სადმე, ხო? ანუ რაღაცა უნდა გრძნობდეთ თქვენ, რომ ისეთ რაღაც მოვლენები უნდა იყოს, რომ ვაიმე ადრე-ეგრე არ იყო, ვაიმე ადრე-ეგრე არ იქცეოდა, ან ვაიმე მე ადრე აი ასეთი სხვანაირი რეაქცია მქონდა, თქვათ ახლა რაღაცა სიტუაციაზე, ახლა ვშე სხვანაირი რეაქცია მაქვს, რა მჭირს რა, ვერ ხვდები, ვერ ხსნი. აი ეგ არის ტრანსფორმაცია, რომ ან უკვე დაუშვათ, თუ ადრე სიტყვაზე პარტნიორს თუ არ მოეწერა, ან არ დაერეკა, ან დაუშვათ შეიძლება ისე სხვა, ну თქვათ ახლა დაეგვიანებია, ну რაღაცა თქვენ გქონდათ სხვანაირი რეაქცია, თქვათ შეიძლება ბრაზდებოდეთ, ან გწყინდათ, ან შბოდავთ, ну რა ვიცი, რაღაცა. ეხლა იცვლება ეს ყველაფერი რა, ანუ სხვანაირი რეაქცია გაქვთ, გაიგეთ? იმიტომ რომ ეს უნდა იგრძნოთ რა, თქვენ. კი, ტრანსფორმაცია ძალიან დიდი. როგორ გააუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა? როგორ მე-16 არკანი გეუბნებით, აი ნახეთ, მე რამდენი არკანი სულ ტრანსფორმაციები მიდის რა, ეხლა არ ვიცი როგორ დავარქვა ეს ვიდეო უკვე რა. იმიტომ რომ აი სულ ტრანსფორმაციაზე. ეხლა ნახეთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი მდგომარეობა, მე-16 არკანი. მე-16 არკანი ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ ეს არის საერთოდ, ანუ მთლიანად ცხოვრების ცვლილება. ჩვენ გვაქვს რაღაცა გამოცდილება, ჩვენ გვაქვს რაღაცა უკვე მივიღეთ რაღაცა პერიოდი გამოვიარეთ, ხო? და მაგ პერიოდში ჩვენ უკვე ვტოვებთ ჩვენს უკან იმას, რაც ჩვენ არ გვჭირდება, იმ ადამიანებს შეიძლება, იმ სიტუაციებს, იმ თქვათ რა ვიცი მე შინაგან გრძნო, აი ვტოვებ და გადავდივართ უკვე სხვა ეტაპზე, მზად ვართ, მივდივართ სხვა ცხოვრებაში. ეს აი დამიჯერეთ ტრანსფორმაციები კი ძალიან მტკივნეული, გეუბნებით, რომ დაჟე სხეულიც ტკივა. ანუ მეც თქვენთან ერთად გავდევარ ამ ტრანსფორმაციებს. ეხლა ნამდვილად და ვიცით რასაც გეუბნებით, ну, იმიტომ რომ ეს არის, ну, ჩემ სივრცეში ახლა ყოველთვის მასიმ, აი რაც ეზოტერიკაში შევედი, როცა მე შევდივარ ტრანსფორმაციაში, ჩემი მოსწავლეები, ჩემი აი თქვათ ადამიანები, ვინც მუდმივად ტრიალებს ჩემ სივრცეში, აუცილებლად გადიან რაღაც ყველა თავისებურ ტრანსფორმაციას და ამისი არ უნდა გეშინოდეთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ სული მოვიდა აქ განვითარებისთვის. და საერთოდ აი სულის გზა რა არის, საიდან როგორ ამაზე უფრო რა თქმა უნდა მე როცა ჩვენ გადავალთ და მატრიცის კურსი დავიწყებ, ბედის მატრიცის კურსს რო დავიწყებ შემოდგომაზე, იქ მე აუცილებლად ცალკე კიდე ჩემ მოსწავლეებს აუხსნი აი ამ გზას, როგორ მიდის სული, როგორ მოდის, როგორ ემზადება და რატომ არის ამდენი სირთულეები დედამიწაზე. ჩვენ სულ ყველა აბსოლუტურად გავდივართ რაღაცა ისეთ მომენტებს, არა აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ, ღარიბი ხარ, საშუალო შემოსავალი გაქვს, ბედნიერი ხარ, უბედური ხარ, მარტო ხარ, ოჯახი გაქვს, არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ სულ ყველა აქ დედამიწაზე მოვდივართ იმისთვის, რომ გავიაროთ. აქ ეს დედამიწას კიდე აი ვინც არის ადამიანები, ვინც არის დაკავებული უშუალოდ აი ამ თემით დაკავებულები და ამას იუყლევენ, ყველა ამას ამბობს, რომ დედამიწა არის სკოლა და აქ სულივე მოდიან იმისთვის, რომ ისწავლონ, ყველა მოდის თავისი გაკვეთილი სასწავლება. ზოგს აქ ერთი და იგივე გაკვეთილები, იმიტომ არის თქვა და თუნდაც კარმული ურთიერთობა, ხო? ანუ სცენარი არის ერთი და იგივე, ხო? აი ჩონჩხი, მაგრამ სიტუაციები სხვადასხვა, იმიტომაც ვაკეთებ ხოლმე გაშლას მატრიცასთან ერთად, იმიტომ რომ უკვე ეს ჩონჩხი ვიცით ჩვენ, მაგრამ იმისი ნაჩინკა, ასე ვთქვათ, აი ეს შიგნით უკვე ყველას თავისი და უკვე ის პარტნიორი, რომელიც შემოდის, უკვე ვუყურებ და ვხედავ მატრიციდან ამ ადამიანმა რას გადის ამ ადამიანთან, უშუალოდ ვთქვათ, ან თუ დაუშვათ მეორდება სიტუაციები, რისთვის აქვს მაგას
კონტრაქტი თავის პარტნიორებთან, რა უნდა გაიგოს, რა უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ პარტნიორი ყოველთვის ჩვენთან შემოდის იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ამ გაკვეთილების გავლაში. ჩვენც ვართ ვიღაცის ცხოვრებაში იმისთვის, რომ მას დავეხმაროთ, რა თქმა უნდა, ეს არის ასე წოდებული კონტრაქტი და ანუ ჩვენ ერთმანეთს რო ვხვდებით, არასოდეს არ ვხვდებით ჩვენ ერთმანეთს აი შემთხოვითი. არა. და ამიტომ ახლა გინდა ბედით დაუძახე ახლა ადამიანის შეხვდა, გინდაც ახლა თქვათ კარმული, ანუ კარმა არის ის რაც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, ეს გაკვეთილია. უბრალოდ გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოვიაროთ ჩვენ ახლა მოცემული სიტუაციაში ან მოცემულ ადამიანთან. და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ გვაჩვენებენ, რომ უკვე მე-16 არკანში შევდივართ, ესე იგი ჩვენ უკვე რაღაცა კარმული, რაღაცა ეტაპი, რომელიც ქონდა სულს ჩაფიქრებული, გაიარა და ჩვენ გვაჩვენებენ ამას, რომ შენ ახლა შეიძლება ხარ ცოტა ისა აქ ნახეთ, აქ ხო მე-12 არკანია, მე-12 არ კლასიკაში ეს არის აი თითქოს ანუ ადამიანი უფრო უმოქმედოდ არის, უფრო რაღაცად გაიწელა მისი სიტუაცია. აქ სხვანაირი მე-12 არკანი, იმიტომ რომ ეს არის ორაკული, ძალიან მაგარი დასტა სხვათა შორის და აქ აჩვენებენ, რომ ადამიანი მაინც ცდილობს, ანუ აქ არის ორი აი სხვანაირად შეიძლება მოქმედებს, ანუ სხვანაირად აი რისკავს даже შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის საერთოდ მე-12 არკანი კიდევაც არის, როცა ადამიანი რაღაც არაორდინალურად იქცევა, დაუშვათ, განსხვავებულად იქცევა, ანუ არ ვთქვათ, აი სხვანაირად მიდის მაგის ეს საქმე რა, აი ასე რომ ვთქვათ. მაგრამ აქ თითქოს მაინც აი მაღალი ძალები გეხმარებიან რა. და შენ ახლა ნახეთ, ნელ-ნელა გადადიხარ, აი ახლა სამსახურშიც ხო გეხმარებიან, აქაც ფულის თემაზე კი ნერვიულობთ, მაგრამ მაინც გრძნობთ შინაგანად, რომ არა, ყველაფერი გამოსწორდება, აუცილებლად მე ვიცი, მე მჯერა, იმიტომ რომ მე მაინც ახლა აქ ვაკეთებ, მე ისე არა ვარ და პლუს ურთიერთობაშიც ტრანსფორმაციები და ანუ ნელ-ნელა გვაგდებიან ამ ტრანსფორმაციებში და უკვე მე-16-ში უნდა გადავედეთ, რომ всё, ეს ჩვენ რაღაცა ეტაპი რაც გამოვიარეთ, რაც ჩვენ უკვე ქონდა რა გამოვლილი, ეს ყველაფერი უკვე всё, გვაძლევს საშუალებას, რომ გადავიდეთ სხვა ეტაპზე, იმ ბაგაჟით, იმ ბარგით, რაც ბარგით ჩვენ უკვე გვაქვს მოცემულ მომენტზე. მიხვდით? და აბა ვნახოთ, როგორ იქნება ეს იმოქმედებს პირველი კარიერაზე. კარიერაზე იქნება წინსვლა, ძალიან დიდი წინსვლა, გოგოებო, აქ შემიძლია მიგითხრათ, აქ ზის, აი ესეთი ჯადოქრები ზიან, იმაზე რა ქვია, ფოლის ჯობზე თუ რა ქვია მაგას ქართულად. და აქ შემიძლია გითხრათ, რომ ვინც არის ეზოტერიკაში, თქვენ ხო გექნება და გექნება წინსვლა, იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში ნახეთ, ანუ დატრიალდება ყველაფერი აბსოლუტურად, ისე თქვენთვის სასარგებლოდ. ანუ აქ იქნება თქვათ ახალი მოგივა თქვათ, ახლა ნუ ზოგს თქვათ კლიენტები, გადასვლა სხვა სამსახურში, ანუ შეიძლება თქო შეიძლება ზოგი ვაფშე სამსახურს შეცვლის, ზოგი შეიძლება შეცვლის თავის საცხოვრებელ ადგილს. ანუ სამსახურში მიწავა ძალიან დიდი რაღაცა ცვლილები, უეჭველი შეიძლება ახლა დაუშვათ, აი ხო გეუბნებით, ნაკადში შედიხართ რაღაცა, ანუ გინდაც კლიენტების, გინდაც ახლა აი ჩემთან ახალი მოსწავლეები მოვლენ, უეჭველი ვიცი, იმიტომ რომ აქ ახალი ჯადოქრები მოდიან, მოფრინავენ, ხო? და ანუ ესე იგი ეს მიდის რაღაცა ძალიან მაგარი რაღაცა შემიძლია გითხრათ რა. ეს რაც ეხება სამსახურს, ცვლილებებს ელოდეთ, იმიტომ რომ აუცილებლად ძალიან კარგი ცვლილებები გექნებათ რა. შეიძლება ზოგი დაიწყებს იმ ქმედებას, რასაც ადრე აჩერებდა და არ აკეთებდა, ანუ ახალი ძალა მოგემატებათ რა მაგისტრის რა. ფინანსებში, ნუ აქ არის ტუზი. კიდე იმისი რა ქვია, აქ უფრო უქვერთხები მოდის. ეს არის სამომავლოდ რაღაცა აქ даже ვეტყოდი, აქ ნახეთ როგორი ხე არის გადაყართული რაღაცნაირად და აი როგორი ინფორმაცია მომდის, იცით რომ ანუ შენი ცოდნა და აუცილებლად მოგიტანს სამომავლოდ ძალიან აი დიდ თანხებსაც, იმიტომ ნაკადში აგაგდებენ რა. ნუ ეს თავისთავად ცხადია, ნაკადში ახლა როცა შედიხარ, აქ რა თქმა უნდა, და პლუს კიდე აქაც თქვენ უკვე ისე ხართ, რომ შეიძლება თვითონაც გრძნობთ, რომ სანერვიულო არაფერი არა მაქვს ფინანსებზეც რა, ანუ აქ კიდე რა არის ფინანსებზე?
აქაც ახალი შემოსავა მე-15 არკანი მეტი რა გინდათ. აქ შემიძლია გითხრათ, რომ ფული უფრო შემოვა თქვენთან და даже არ გამიკვირდება, რომ რაღაცა აი თითქოს ის იოლად, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ. უბრალოდ თქვენ გექნებათ სხვანაირი მიდგომა. შეიძლება უკვე აღარ იქნებით დაციკლული მაგ თემაზე, იმიტომ რომ ანუ აქ იცით როგორ არის, უკვე ხარ თქვენ რაღაცა სიტუაციაში, აი აქ რომ შეიძლება ესეთი რამ გიჭირავთ ხელში, რაც თქვენ გაძლევთ იმ საშუალებას, რომ თქვენ არ ენერგიულოდ, თქვათ, სამომავლოდ, ანუ თქვათ, დაუშვათ ფინანსებზე. ნუ აი მე როგორც ყოველთვის, ახლა მე ვამბობ ჩემს ახლა სიტუაციაზე, ჩემ არხზე ხართ, მაქვს უფლება. აი მაგალითად ჩემი მოსწავლეები, ახლა ვინც არიან, ამათ აქ ნამდვილად ინსტრუმენტი, რომელიც მაგათ ყოველთვის აღარ უნდა იფიქრონ, რომ ესეთი პროფესია, ანუ ეს პროფესია საუკუნებით არის მათ ხოვნებადი და უკვე დარწმუნებული უნდა იყოს ყველა, ვინც ამ პროფესიით ფლობს და ვისაც უნდა და დაიწყო და ფლობს, სწავლობს, რომ აუცილებლად ამ ადამიანს ყოველთვის ექნება ნორმალური ფინანსური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, თუ გამოიყენე ეს ცოდნა და არ გადადო სადღაც ახლა იმას შკაფში, ხო? იმიტომ რომ ცოდნა, რომელსაც შენ არ იყენებ, ეს არის ანუ საერთოდ მკვდარი რამე რა. და ვინც გამოიყენებს, ანუ ყველა ვარიანტში ყოველთვის მასთან მოვა ნაკადი, ყოველთვის მასთან შემოვლენ ადამიანები, ვისაც ენდომება და დასჭირდება მისი, თქვათ ახლა, პროფესიონალური ცოდნა და რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ეს ადამიანი ფინანსურად, ანუ უზრუნველყოფილი რა. სიცოცხლის ბოლომდე ეს უეჭველე. და აი ამიტომ გვეუბნება, ახალი მიდგომა გექნება თქვენ, უფრო მსუბუქად წამოვა და წამოვა სხვათა შორის, ანუ თითქოს თვით ეშმაკი შემოგიყვანთ რა, ანუ ამ ხალხს რა, ასე რომ ვთქვათ, ანუ ვისაც ნუ საერთოდ ნუ გეშინეთ, ვინც არის, ხა ჩემთან ვინც არ სწავლობთ, მე ვიცი რომ ბევრს ახლა მე მე-15 ეშმაკი, ეს არის ჩვენი ანუ ყველაზე კაი ენერგია, როცა ცხოვრობთ ჩვენ დედამიწაზე. ჯერ ეს ერთი ფულის ენერგია, ოჯახის ენერგია სხვათა შორის, იმიტომ რომ ადამიანს ნუ რაღაცა გვაკავშირებს, ხო, ერთმანეთთან და იმიტომ ვართ მიჯაჭვული ჩვენ, ხო? ანუ ესე რა ქვია, ზოგი სიყვარული, ზოგი რის გამო და ზოგი, თქვათ, გინდათ პარტნიორული ურთიერთობა, რომ ეს არის და გინდათ ფინანსებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არის ჩვენ ახლა რაღაცას რომ ვაკეთებთ, მამის ნუ რაღაც ანაზღაურება გვინდა, ხო? და ამიტომ არის რომ ეს იგი არის ვეჯაჭვებით ახლა. ნუ ამ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში აი აქ ამ კომბინაციაში მე შემიძლია თქვა რომ აი თვითონ მოგიტანებენ, მოგიყვანებენ, თქვა დაუშვათ თუ კლიენტებთან მუშაობთ კლიენტებს, თუ დაუშვათ რაღაცა, ანუ მოიზიდავთ თქვენ თვითონ თქვენი ენერგიით ამ შემოსავალს. მოდით ასე რომ ვთქვათ, ეხლა რა თქმა უნდა, ვინც ეზოტერიკაში არის აქ უეჭველი, ვინც არა და მაინც მოგივათ, იმიტომ რომ თქვენ თვითონ რაღაცნაირად ისეთ ვიბრაციებზე დგებით, მაღალ ვიბრაციებზე რა. აი თითქოს ნუ სამყარომ შეისმინა რა, ჩემი თხოვნა და ანუ ნახეთ აქ ბავშვი ზის და უკრავს რა და რაღაცას და აქ მოდიან ისინი რა ქვია რაღაცა რაღაც ვიღაცები რა ვიცი მე როგორ თქვა ну короче ჩვენ ახლა ვთვლით ამას რა ну ფულის თემა არის და ფული თვითონ მოდის რა თითქოს რაღაცა შეიძლება სხვადასხვა კიდე წყაროდან რა მაგრამ ეგრო თქვენ და ფინანსები აი რაღაც წინსვლა გაქვს და გაერთიანებული ხართ რა ეს უეჭველი ეგ არის ანუ ყველაფერი იცვლება და ურთიერთობაში ну იმპერატრიცა აი просто აი რა ვთქვა ახლა გადასარევე გაშლა არის რა აი ძალიან თხოვნა მექნება რომ შეიძლება ვინმეს გაუზიაროთ კიდე ეს ვიდეო ну თუ ყავთ ვინმე ესეთი მდგომარეობაში ან ავათარის ან დაუშვათ ახლა ვერ გზობს კარგად თავს ან ნერვიულობს თავის მომავალზე აი ეს გაუგზავნეთ რა იმიტომ რომ ძალიან მაგარი გაშლა არის რომ ურთიერთობაში ზოგი გათხოვდება ზოგი შვილს გააჩენს ზოგი დაფასებული იქნება მაღალ დონეზე ზოგი აი რა ვიცი მე ახლა სტატუსის ცვლილება ყველა ვარიანტში იქნება თქვენ ახლა თუ აქტუალურია თქვენთვის ახლა შვილის გეყოლება ურთიერთობაში, ანუ იმპერატრიცა არის, ანუ თქვენ ხართ ურთიერთობაზე, ეს ისე მოქმედებს, რომ აი ეს ცვლილება და
დაფასებული ვარ, ხო? გავთხოვდი, დედა გავხდი, ბებო გავხდი, რა ვიცი მე ხა თუ ურთიერთობას ეხება მაფასებს ჩემი პარტნიორი, ხო? ანუ ვუყვარ ვარ, მნიშვნელოვანი ვარ მისთვის. მივხვდით? აი ესეთი დაფასება მოდის აქ. ნუ აი გადასარევი, გეუბნებით, გადასარევი გაშლა არის, იმიტომ რომ რაღაც სასწაულად მუშაობს რა, გეუბნები დღევანდელი აი ეს დასაც რაღაც არა ჩვეულებრივი არის რა, რა ვიცი. ძალიან მომწონს და ნუ მეტი და სამატებელიც არაფერი არ მაქვს ჩემო სიხარულებო, გელოდებით კომენტარებში მომწერეთ თქვენ რამდენად რეზონირდათ ეგ, იმიტომ რომ მართლა მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს ბევრისთვის აქტუალური ეს გაშლა. აი რაღაც სასწაულად ელაპარაკა დღეს ტარომ და გვაჩვენა ჩვენ ბევრი საინტერესო ინფორმაცია ჩემო ლამაზებო.